1965 წელს რაიკავში შემუშავებდი კადრების უფროსად. ნათელად ძეულაში იყო ჩვეულებრივი ლაბორატორიის გამგეთა დროებით შეუერთეს ტევრის აგურის ხარხნის ლაბორატორიაში მუშაობა, წვალობდა, მიდიოდა ერთგანაც იყო, მეორეგანაც ევიდოდა ძეულაში, მერე ჩამოვიდოდა შორაპარში და ასე წვალობდა. მოწამვლის ნიადაგზე დაემართა კოლით. თვითმკურნალობა დაიწყო. ამ დროს საბავშვო ბაღიდან ბავშვი გია გიორგი წაიყვანეს ბორჯომში. ბაღმა წაიყვანა ხო და ლაშა პატარა გელა პატარა იყო. და ესე წავიდა იქირავა იქ ბანაკთან ახლოს ოთახი და თვითმკურნალობას ეწეოდა, რამაც ძალიან გაურთულა ავადმყოფობა. ჩამოვიდა იქ ძალიან დასუსტებული, მკურნალობდა ადგილობრივ ექიმებთან, მაგრამ თანდათანობით რთულდებოდა მდგომარეობა. მერე ჩემოსი დედმა ლიდამ თქვა, რომ იორდანესთან მივიდოდო. იორდანე კოცაძე იყო მისი კვიდრი ბიძაშვილი. ბიძაშვილები იყვნენ და ჩავედით იორდანესთან, გასინჯა, ყველაფერი დაუკვირდა და თავისებური კაცი იყო. ჩვენ უთბილისოთ ვერ გადავრჩებით, მაგრამ უნდა მოვამზადოთ ორგანიზმი თბილისისათვის. ამას სისხლის გადასხმა ჭირდება და სხვა და იქ ჩვენიანები ბევრია და სისხლს უფრო ვიშოვითო. მანამდე უნდა უმკურნალოთ აქ. დაუნიშნა ასეთი მკურნალობის კურსი. ყიფალის თევზის თავის ჟელე. საპირუტყვის საქონლის ქვედა ყბის ხორცის ჟელე და ბიის ჟელე. ბია, ბია აკაური არა. მარტო თუბანიდან სანახშირე იქ წირი ნიადაგებია და იქ სხვანაირია ბია, იკაური ბიის ჟელე და წვალობდით რა თქმა უნდა. ჩემ მამინდაშვილის საშა დუნდერიძე მაშინ მორიგეთ მუშაობდა სადგურში და ელმავლის მემანქანეებს აბარებდა ფოთში ყიფალი სხვაგან არ იყიდებოდა და მოქონდა და თავის ჟელეს ვაჭმევდით ამათ ნელ-ნელა ძალიან დასუსტებული ისე იყო, ხარ 45 კილოგრამზე დავიდა. რა შეშინებული ვიყავით. ცოტა რომ მოიკეთა და წავიყვანეთ თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში. იქ კიდევ იულია კოცაძის დეიდაშვილი იყო თუ მამინდაშვილი არ ვიცი განყოფილების გამგეჭიყვაც. ამან დამაბარაკი და წერილი მიწერა მიგვიღო დიდებულად და იმ დღესვე დაუწყეს სისხლის გადასხმა. და გავავიდა მერე და მოვილოცა რომ კარგად ვიღო ორგანიზმას სისხლიო. ახლა იქ ადგილზე ქონდა დამზადებული სისხლის ალი. დაჭა თელ მკურნალობდა. კარგად წავიდა მკურნალობა. დაამთავრდა იქ კურსი და მითხრა ჩხიბაძემ განყოფილების გამგებ ნუ გეშინია ყველაფერი კარგად არის, აცი ამას მხოლოდ კურორტული მკურნალობა უნდა წყლებით და ამონადირე. ასე გადავჭით.